გამარჯობა ყველას. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვსწავლობთ ისტორიის სამეფო კარის საყვარლებს, რომლებიც მოლოდინს გადააჭარბეს და ძალაუფლებას მიაღწიეს. სრულიად განსხვავებული წარსულიდან მოსული ეს ქალები სამეფო კარზე აღზევდნენ და უზარმაზარ სიმდიდრეს, გავლენასა და ძალაუფლებას მიაღწიეს. მათი ისტორიები ამბიციურობის, სკანდალებისა და განსაკუთრებული წარმატების მაგალითებია. მომიერთდით, როცა მათ ცხოვრებას გავეცნობით. ჩვენი პირველი ამბისთვის დროში უკან დავბრუნდებით პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში. ქალი, რომელიც ერთ დღეს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე I გახდებოდა, დაიბადა სახელად მარტა ჰელენა სკრჟონკსა 1684 წლის 15 აპრილს. სადღაც იმდროინდელი პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღმოსავლეთ ნაწილში, დიდ სამეფოში, რომელიც მოიცავდა თანამედროვე პოლონეთს, ლიტვას და ბელარუსისა და უკრაინის დიდ ნაწილს. მისი მშობლები, რომლებიც წარმოშობით მინსკის მიმდებარე რეგიონიდან იყვნენ, გარდაიცვალნენ, როცა ის ძალიან პატარა იყო. დაახლოებით 1689 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში ბუბონური ჭირის ერთ-ერთი დიდი ეპიდემიის დროს. ამგვარად, როცა ის მხოლოდ 4 ან 5 წლის იყო, დაობლდა. შემდეგ ახალგაზრდა მარტას ცხოვრების დეტალები გაურკვეველია, რადგან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაწერილმა სხვადასხვა წყარომ ამ მოვლენების წინააღმდეგობრივი ვერსიები შემოგთავაზა. მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია. ის საბოლოოდ ცხოვრობდა 1690-იან წლებში იოჰანის ოჯახში. ერნსტ გლიუკი, გერმანიიდან, ლუთერანი მქადაგებელი, რომელიც ცნობილია როგორც პირველი მნიშვნელოვანი ბიბლიის მთარგმნელი ლატვიურ ენაზე. მე-17 საუკუნის ბოლოს ის აქტიურად მოღვაწეობდა ბალტიის რეგიონში, სადაც ახლა ლატვია. აქ მარტა ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში გლიუკის დიდ ოჯახში მუშაობდა, სავარაუდოდ მოახლედ ან მსახურად. შეგვიძლია ვიკითხოთ, როგორ შეძლო მან ამ მდგომარეობიდან რუსეთის მმართველობამდე აღზევება. ამ აღზევების დასაწყისები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის რთულ გეოპოლიტიკაში უნდა ვეძებოთ ადრეული ახალი დროის პერიოდში. მე-16 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ეს რეგიონი დიდი ომების სერიამ მოიცვა, რომლებიც ერთობლივად ჩრდილოეთის ომების სახელით არის ცნობილი. ამ ომების მთავარი მონაწილეები იყვნენ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, შვედეთი და რუსეთი. საკითხი იყო ამ ქვეყნების საზღვრისპირა უზარმაზარი მიწები და ბალტიის ზღვის კონტროლი. მაგალითად, შვედეთს ეკავა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიის, რაც დღეს ჩრდილო-დასავლეთ რუსეთია, მათ შორის ის ადგილი, სადაც დღეს სანქტ-პეტერბურგი მდებარეობს. მთავარი კონფლიქტის წერტილი იყო ბალტიის ზღვის რეგიონი და განსაკუთრებით ლივონიის სახელით ცნობილი ტერიტორია, რომელიც დღესდღეობით ძირითადად ლატვიას, ესტონეთსა და ლიტვას შეესაბამება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სადავო რეგიონი, როდესაც რუსეთი და შვედეთი კიდევ ერთხელ ომში ჩაერთნენ 1700 წელს კონფლიქტში, რომელიც ცნობილია როგორც დიდი ჩრდილოეთის ომი და რომელიც 21 წელი გაგრძელდა. მარტა იმ დროს ლივონიაში, გლიუკის ოჯახში ცხოვრობდა 16 წლის ასაკში, როდესაც ომი დაიწყო და მალე ის ამ არასტაბილურ სამყაროში აღმოჩნდა. 1702 წელს მარტა მოკლედ დაქორწინდა შვედ კავალერიის ოფიცერზე, რომელთანაც მხოლოდ 8 დღე იყო დაქორწინებული, სანამ შვედები რეგიონიდან არ გააძევეს მოახლოებულმა ოებულმა რუსულმა არმიამ. შემდეგი მოვლენები კვლავ გარკვეულწილად ბურუსით არის მოცული. მაგრამ მარტა, რომელიც ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალი გახდა, როგორც ჩანს, საბოლოოდ რუსეთის ცარის, პეტრე I-ის მთავარი გენერლის, ფელდმარშალ ბორის შერემეტევის საყვარელი გახდა. შედეგად, როდესაც შერემეტევი მოსკოვში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც რუსებმა ლივონიის დიდი ნაწილი დაიპყრეს, მარტაც მასთან ერთად წაიყვანეს. მოსკოვში მარტა მალე აღმოჩნდა თავად ალექსანდრე მენშიკოვის ოჯახში. მენშიკოვი იყო ცარის ყველაზე ახლანდობით აღჭურვილი პირი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი რუსეთში. შესაძლოა მარტა თავდაპირველად მენშიკოვის საყვარელი იყო, მაგრამ მომავალ წლებში მათი ურთიერთობა პოლიტიკურ ხასიათს მიიღებდა ცარისტული რუსეთის ლაბირინთულ პოლიტიკაში. სხვა ვერსიით, მენშიკოვი და ის შესაძლოა სინამდვილეში საყვარლები არ ყოფილან, არამედ მან სპეციალურად შეიყვანა იგი თავის ოჯახში, რათა პეტრეს ყურადღება მისკენ მიეპყრო.
მისი მიზანი ამით იქნებოდა, რომ მთავრობის ცენტრში, კრემლსა და მოსკოვის სხვა საიმპერატორო სასახლეებში დამატებითი თვალები და ყურები ყოლოდა. თუ ასე იყო, ეს მცდელობა გაამართლა, რადგან 1703 ან 1704 წლის დასაწყისში ცარ პეტრემ მართა თავის საყვარელად აიყვანა. პეტრე პირველი რთული ადამიანი იყო. ის რუსეთის ტახტზე ავიდა 1682 წელს, როდესაც მხოლოდ 10 წლის იყო. შედეგად მან დამოუკიდებლად მმართველობა მხოლოდ 1686 წელს დაიწყო. ამის შემდეგ მან ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ხანგრძლივ დიპლომატიურ მოგზაურობას შეუდგა. მისი მიზანი იყო რუსეთში რაც შეიძლება მეტი ახალი იდეის ჩამოტანა, რათა ქვეყანა გაეთანამედროვებინა და კონტინენტის ერთ-ერთ დიდ ძალად ექცია. ამ მიზნით თავდაპირველი სამხედრო წარმატებების შემდეგ მან ბალტიის ზღვის რეგიონში უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო. დიდი ჩრდილოეთის ომის დასაწყისში მას ჰქონდა გეგმა, რომ იმავე წყლის გზაზე ახალი დიდი დედაქალაქი აეშენებინა. ამ ახალ ქალაქზე მუშაობა დაიწყო 1703 წელს, დაახლოებით იმ დროს, როცა მან მარტა გაიცნო. მან მას სანქტ-პეტერბურგი დაარქვა და რუსეთის ახალი დედაქალაქი გახადა. აქ გაატარა მარტამ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, როცა ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა დასავლეთ ევროპული სტანდარტებით. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა პეტრეს საყვარელი გახდა, მან გადაწყვიტა რომაული კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაზე მოქცეულიყო და ამასთან ერთად სახელი შეიცვალა. ეკატერინე ალექსეევნა დაირქვა. ამ დროისთვის ის უკვე დიდწილად რუსიფიცირებული იყო და მისი აღზევება სასახლის წრეებში გარანტირებული გახდა, როცა 1704 წელს მას პეტრესგან ვაჟი შეეძინა, რომელსაც მეფის სახელი დაარქვეს. ეკატერინეს მდგომარეობა, როგორც პეტრეს საყვარელი, ძალიან რთული იყო. ერთი მხრივ პეტრე დაქორწინებული არ იყო. მისი პირველი ქორწინება ევდოკია ლოპუხინასთან, რომელზეც პეტრე თინეიჯერობის ბოლოს დაქორწინდა, უბედური იყო და ისინი რამდენიმე წლით ადრე დაშორდნენ. ამგვარად პეტრეს არანაირი წინასწარი ქორწინება არ უშლიდა ხელს ეკატერინეზე დაქორწინებაში, მაგრამ ის უცხოელი იყო და ძალიან მოგრძალებული სოციალური წარმომავლობის. სხვა ევროპული მონარქიებისთვის, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი ან ინგლისი, ეს სრულიად გამორიცხავდა მისთვის მასზე დაქორწინების შესაძლებლობას. მაგრამ რუსეთში ყველაფერი სხვანაირად იყო. მაგალითად, ყოფილი цаრინა უდოქსია საშუალო არისტოკრატული წრიდან იყო და არ ეკუთვნოდა რუსულ არისტოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს წარმომავლობა პრობლემას არ წარმოადგენდა, პეტრე მაინც თითქოს ეჭობდა ამ ქორწინებაში, რის გამოც მან გადადო ეკატერინესთან დაქორწინების გადაწყვეტილება. საბოლოოდ წყვილმა საიდუმოდ იქორწინა 1707 წლის ბოლოს, თუმცა ამ მოვლენაზე ჩანაწერები არ არსებობს. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი საბოლოოდ ოფიციალურად დაქორწინდებოდნენ წმინდა ისაკის ტაძარში, სანქტ-პეტერბურგში, 9 თებერვალს. 1712 წელს ამ დროს ეკატერინე საბოლოოდ გახდა цаრინა, ანუ რუსეთის დედოფალი, თითქმის 10 წლის შემდეგ მათი ურთიერთობის დაწყებიდან. რაც არ უნდა ყოფილიყო ქორწინების გარშემო არსებული სირთულეები, მათი კავშირი იყო ორი ადამიანის ერთობა, რომლებიც აშკარად ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები იყვნენ. მათი მიმოწერა ერთმანეთთან ადასტურებს მათ სითბოს ერთმანეთის მიმართ და ეკატერინე ძლიერად უჭერდა მხარს პეტრეს მისწრაფებაში, რომ რუსეთი დიდი ევროპული ქვეყანა გაეხადა. 1712 წლის თებერვალში, როდესაც ისინი საბოლოოდ ოფიციალურად დაქორწინდნენ, პეტრემ დააარსა რაინდული ორდენი, წმინდა ეკატერინეს ორდენი, მისი პატივსაცემად. თუმცა მათი კავშირი ასევე დიდ სევდასაც მოიტანდა. ეკატერინეს პეტრესგან ჰყავდა 12 შვილი, 1704-დან 1724 წლამდე. მაგრამ მხოლოდ ორმა მათგანმა, გოგონამ ანამ, რომელიც დაიბადა 1708 წელს და მეორე გოგონამ ელიზაბეთმა, რომელიც მომდევნო წელს დაიბადა, მიაღწია სრულწლოვანებას. დანარჩენებიდან თითქმის ყველა ჩვილობაში გარდაიცვალა, ან რამდენიმე კვირაში, ან თვეში, ანაც 5 წლამდე ასაკის მიღწევამდე. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ადრეულ ახალხანაში. ბავშვებისთვის ჩვეულებრივი იყო, რომ პირველ თვეებში ან ჩვილობის წლებში გარდაცვლილიყვნენ სხვადასხვა დაავადებისგან, რომლებიც დღეს მარტივად იკურნება. მაგრამ იმ დროის სტანდარტებითაც კი, ეს კატერინესა და პეტრესთვის, როგორც მშობლებისთვის, უჩვეულოდ სასტიკი ტანჯვა იყო. პეტრე გარდაიცვალა ადრე, 1725 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების დროს მხოლოდ 52 წლის იყო, მისი მმართველობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას ეპითეტი პეტრე დიდი შეარქვეს.
ეს იმის დამსახურებაა, თუ როგორ დააფუძნა მან საბოლოოდ რუსეთი, როგორც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ახალი დიდი ძალა. შვედეთის ბალტიისპირეთში დომინირების შემდეგ მე-17 საუკუნეში, ასევე მისი მიერ რუსეთის მთავრობისა და საზოგადოების მოდერნიზაციის შედეგად. მაგალითად, ის იყო პირველი ცარი, რომელმაც რუსეთში უნივერსიტეტი დააარსა. მან ასევე გამოაცხადა რუსეთის იმპერიის დასაწყისი 1721 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა, ხოლო ეკატერინე იმპერატორის მეუღლედ. თუმცა მაინც არსებობდა მემკვიდრეობის საკითხი, რადგან როდესაც პეტრე გარდაიცვალა 1725 წლის იანვარში, მას ჯერ კიდევ არ ჰყავდა დასახელებული მემკვიდრე და არ ჰყავდა ცოცხალი კანონიერად შობილი ვაჟი. შემდეგი რიგში იყო პეტრე ალექსეევიჩი, პეტრეს შვილიშვილი, რომელიც ალექსეი პეტროვიც, პეტრეს ადრინდელი ქორწინებიდან უდოქსია ლუპოკინასთან შობილ ვაჟს, ჰყავდა შობილი. თუმცა პეტრე ალექსეევიჩი იმ დროს მხოლოდ 9 წლის იყო. შესაბამისად, ეკატერინემ თავისი ძველი მოკავშირის, პრინც მენშიკოვისა და მთავრობის რამდენიმე სხვა წევრის თანამონაწილეობით გამოაცხადა, რომ პეტრეს ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო ეკატერინე მის შემდეგ გამხდარიყო მემკვიდრე. შედეგად, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობიდან წარმოშობილი ობოლი, რუსეთის იმპერატრიცად ეკატერინე I აკურთხეს 1725 წელს. ეკატერინეს მმართველობა წარმატებული იყო, თუმცა ხანმოკლე. ეს ფაქტობრივად ძალაუფლების განაწილების მთავრობა იყო, სადაც მენშიკოვმა და რამდენიმე სხვა დიდებულმა ძალაუფლების დიდი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ ეკატერინემ შეძლო გარკვეული რეფორმების გატარება. კერძოდ, მან ზედამხედველობა გაუწია რუსეთის სამხედრო ძალების მკვეთრ შემცირებას. დიდი ჩრდილოეთის ომის განმავლობაში რუსეთის არმიის რაოდენობა თითქმის მე-4 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის ევროპაში უდიდეს არმიად აქცია. თუმცა ამ უზარმაზარი სამხედრო ძალის შენახვის ხარჯი ძალიან დიდი იყო და მისი ტვირთი რუს ხალხს მძიმე გადასახადების სახით დააწვა. ეკატერინემ შეძლო მენშიკოვისა და სხვა დიდებულების დარწმუნება, რომ შვედეთთან ომის დასრულებისა და რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში უდავო ძალადქცევის შემდეგ სამხედრო ძალის შემცირება დაეწყოთ. რუსეთში გადასახადების შემცირებასთან ერთად სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა და ეკატერინემ დიდი აღიარება მოიპოვა, რითაც პრეცედენტი შექმნა, რომ რუსეთში ქალთა მონარქია მე-18 საუკუნეში ხალხის მიერ იზეიმებოდა. ეკატერინემ ასევე დაიწყო ძიება ბალტიის ზღვის რეგიონსა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში, რათა ეპოვა თავისი 4 და ძმა, რომელთაგანაც ბავშვობაში გამოეკო, რადგან მათი მშობლები გარდაიცვალნენ. ეს წარმატებით შეძლო და ოჯახის გაერთიანების შემდეგ 4-ვე და-ძმა რუს არისტოკრატებად დაასახელა. საბოლოოდ ეკატერინეს მმართველობა წარმატებული, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. 1727 წლის დასაწყისში მას ფილტვში აბსცესი დაუდგინეს, თუმცა ნამდვილი დაავადება სავარაუდოდ ტუბერკულოზი იყო, რომელიც სრულად მხოლოდ 1820-იან წლებში იქნა გამოვლენილი და შესწავლილი. პეტრესგან განსხვავებით, მან მემკვიდრეობისთვის მზადება გაიარა და პეტრე ალექსეევიჩი თავისი მემკვიდრედ დაასახელა. შესაბამისად, მან ეკატერინე შეცვალა და პეტრე მეორედ გახდა, როცა ის გარდაიცვალა 1727 წლის 17 მაისს 43 წლის ასაკში. ეკატერინეს მმართველობამ რუსეთში გამორჩეული ქალთა მმართველობის პერიოდი გახსნა, რაც მას ერთ-ერთ იშვიათ სახელმწიფოდ აქცევს წინამოდერნულ სამყაროში, სადაც საუკუნის უმეტეს ნაწილში რამდენიმე ქალი მართავდა ქვეყანას. პეტრე მეორე ნაადრევად გარდაიცვალა 1730 წელს და მას ანა I, პეტრე დიდის ძმისშვილი შეცვალა. მან იმეფა 1740 წლამდე, სანამ მოკლე პაუზის შემდეგ ეკატერინესა და პეტრეს ქალიშვილი ელიზაბეთი არავიდა ტახტზე როგორც ელიზაბეთი I. როცა ის გარდაიცვალა 1762 წელს, მას პეტრე მესამე მოჰყვა. მაგრამ მისი მმართველობაც მოკლევადიანი აღმოჩნდა, რადგან 6 თვის შემდეგ იგი საკუთარი ცოლის მიერ იქნა გადაყენებული. ამ ქალმა, რომელსაც ასევე ეკატერინე ერქვა, რუსეთი 34 წლის განმავლობაში მართა და იმპერია ევროპის ერთ-ერთ წამყვან ძალად აქცია. მისი როლი მხოლოდ ბალტიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპაში არ შემოიფარგლებოდა, არამედ ბალკანეთსა და სამხრეთით შავ ზღვაზეც ვრცელდებოდა. შედეგად ეკატერინე მეორეს ეკატერინე დიდიც უწოდეს.
ამგვარად ეკატერინე პირველის მმართველობამ გახსნა პერიოდი, როდესაც რუსეთს მე-18 საუკუნის ბოლომდე ქალი მმართველები მართავდნენ. შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო უკან, მე-16 საუკუნის დასაწყისში უბრუნდებით. ქალი, რომელიც ერთ დღეს ოსმალეთის იმპერიის დედოფალი გახდებოდა, დაახლოებით 1502 წელს დაიბადა ქალაქ როჰიტინში, რეგიონში, რომელიც რუთენიეთ არის ცნობილი. დღეს ეს დასავლეთ უკრაინის ნაწილია, მაგრამ მე-16 საუკუნეში რუთენია პოლონეთის სამეფოს პროვინცია იყო. ჩვენ არ ვიცით რა იყო მისი დაბადების სახელი, თუმცა ჰიურემის ცხოვრების ერთ-ერთმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ანასტასია ლისოვსკა ან ალექსანდრა ლისოვსკა. მომავალი დედოფალი დაიბადა იმ დროს, როცა სამხრეთ ევროპა ოსმალეთის იმპერიის მზარდი ძალის ზეწოლას განიცდიდა. ეს თურქი მუსლიმების ერი მე-14 საუკუნეში ანატოლიიდან წარმოიშვა, რეგიონიდან, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიას შეესაბამება. მე-15 საუკუნის განმავლობაში მათი იმპერია სწრაფად გაფართოვდა, დაიპყრო ბალკანეთის დიდი ნაწილი და ლევანტის ზოგიერთი რეგიონი. იმპერიის ამბიცია და ძალა სიმბოლურად გამოიხატა 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი, სტამბოლის შუა საუკუნეების სახელწოდება, ბიზანტიელი მმართველებისგან დაიპყრეს. ამის შედეგად აღმოსავლეთ რომის იმპერია დასრულდა თითქმის 12 საუკუნის შემდეგ, რაც ის იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ დაარსდა მე-3 საუკუნის ბოლოს. შემდგომი ომები მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ დაპყრობებს მოჰყვა ბალკანეთში, თანამედროვე რუმინეთისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. 1470-იან წლებში ოსმალებმა ასევე დაარსეს პროტექტორატი კივიმის რეგიონზე, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ამ რეგიონში მდებარე პორტები შემდგომში იქცა მონებით ვაჭრობის ცენტრად, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დატყვევებულთათვის, რომლებიც სტამბოლში მიხავდათ, ასე ეწოდა კონსტანტინოპოლს ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ. ძალიან სავარაუდოა, რომ იმპერიის მომავალი დედოფალი სწორედ კირიმის რეგიონში მონებით ვაჭრობის შედეგად აღმოჩნდა სტამბოლისკენ მიმავალ გზაზე. ის ალბათ 1516 წელს მონათა დარბევის დროს დაატყვევეს და წაიყვანეს იმ დროს ყირიმში ცნობილ კაფაში, რომელიც თანამედროვე თეოდოსიის პორტს შეესაბამება. აქედან ის შემდეგ სტამბოლში გაგზავნეს, სადაც ოსმალეთის დედაქალაქი უკვე გადატანილი იყო. აქ ის ოსმალეთის იმპერიულ ჰარემში მოათავსეს, რომელიც იმპერიულ სასახლეში მდებარე უზარმაზარი ოჯახი იყო და მოიცავდა მოქმედი სულთნის ცოლებს, სხვა ქალნათესავებს, თალი მსახურებსა და სულთნის ხარჯებს. ის სავარაუდოდ აქ უკვე იყო 1517 ან 1518 წელს. და სწორედ ამ დროს მიიღო მან ის სახელი, რომლითაც ყველაზე მეტად არის ცნობილი. ეს იყო ჰურემ, სპარსული სიტყვა, რომელიც დაახლოებით ნიშნავს მხიარულს ან მოცინარს. მისი მეორე სახელი, როქსოლანა, მას ბევრად მოგვიანებით მიანიჭეს დედოფლის დამკვირვებლებმა და კომენტატორებმა. ეს დაახლოებით ნიშნავს რუთენიის ქალწულს. ჰიურემის აღზევება ოსმალეთის დედაქალაქში დაიწყო 1520 წელს, როდესაც ის გახდა მოქმედი სულთან სელიმ პირველის ვაჟის, სულეიმანის ხარჯა. ეს მოხდა სულთნის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და 1520 წლის 30 სექტემბერს სულეიმანი 25 წლის ასაკში ოსმალეთის იმპერიის სულთანი გახდა. მისი ხანძლივი 45 წლიანი მმართველობის პერიოდში იმპერია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დაიწყო ოსმალეთის კულტურის ოქროს ხანა და ამიტომაც შემდგომ თაობებს ის ცნობილია როგორც სულეიმან დიდებული. ჰიურემი მალე სულეიმანის ხარჯებს შორის მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პოზიციაზე აღზევდა. 1522 წელს მან და სულთანმა პირველი შვილი გააჩინეს, ბიჭი სახელად მეჰმედი. მომდევნო 4 წელიწადში მას კიდევ 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინა, ხოლო მეხუთე და ბოლო ვაჟი საბოლოოდ 1531 წელს დაიბადა. ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც სულეიმანს ჰიურემთან ურთიერთობის დასაწყისში აკავშირებდა, იყო მრავალი შვილის დაბადება. ასეთი ბევრი შვილის დაბადება ასევე აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ჰიურემი საშუალო ხარჯზე მაღალ პოზიციაზე ავიდა, რადგან ზოგადად ოსმალეთის ხარჯებს უფლება ჰქონდათ სულთანთან მხოლოდ ერთი ვაჟი ხოლოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიურემს სულეიმანის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ისინი მრავალი წლის განმავლობაში დაუოჯახებლები დარჩნენ. ეს თითქმის უეჭველად გამოწვეული იყო, იმით რომ არსებობდა შიში, თუ როგორ აღიქვამდა ასეთ ქორწინებას იმპერიის მასშტაბით საზოგადოება და მისი მთავარი გავლენიანი ჯგუფები, მათ შორის ოსმალეთის არისტოკრატია. ჰიურემი ბოლოს და ბოლოს ევროპელი იყო.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ ის აღმოსავლური მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და არა მუსლიმი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულეიმანს შეიძლება ქონოდა გარკვეული ეჭვები მის დაქორწინებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მან-მაინც გადაწყვიტა ჰიურემი თავის მეუღლე დაერჩია. ეს ნაწილობრივ 1534 წელს ჰაფსას გარდაცვალებასაც უკავშირდებოდა. სულთანი, სულეიმანის დედა, რომელიც დედოფლის დედის ტიტულს ატარებდა თავისი გარდაცვალების მომენტამდე. სტატუსი, რომელსაც სულეიმანი ვერ დაუშვებდა, რომ რომელიმე ხარჭა მის დედაზე მაღლა ასულიყო მისი დედის სიცოცხლეში. ჰაფსას გარდაცვალების შემდეგ სულეიმანი და ჰიურემი 1536 წელს დაქორწინდნენ, რის შედეგადაც რუთენიელი მონა გოგონა ჰიურემ სულთანი გახდა. ამ ქორწინებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით საუბრობდნენ. მაგალითად, გენუის ბანკის წარმომადგენელმა, რომელიც იმ დროს სტამბოლში მუშაობდა, იტალიურ სახელმწიფოში თავის ზედამხედველებს ამის შესახებ აცნობდა. ამ კვირაში ქალაქში მოხდა სრულიად უჩვეულო მოვლენა, რომელიც სულთნების ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტოა. დიდმა სიგნიორმა სულეიმანმა თავის იმპერატრიცად რუსეთიდან მოყვანილი მონა ქალი აირჩია. ქორწინებაზე დიდი საუბარია და ვერავინ ამბობს, რას ნიშნავს ეს. ეჭვი არ არის, რომ ეს ქორწინება ნამდვილი სიყვარულის შედეგი იყო. სულთანსა და მის ცოლს შორის მნიშვნელოვანი მიმოწერა დღემდე არსებობს და ის აშკარად მიუთითებს მათ სიყვარულზე ერთმანეთის მიმართ, როცა ის მას წერილებს წერდა, სულთანი კი ბალკანეთსა და ლევანტში სამხედრო კამპანიაში იმყოფებოდა. მათი კავშირი ასევე ჩანს იმაში, რომ მათ უარი თქვეს ბევრ წესსა და ტრადიციაზე, რომლებიც განსაზღვრავდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ოსმალეთის სულთანი და მისი მეუღლე ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, ტრადიციულად სულთნის მეუღლე მხოლოდ იმ დროის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო სასახლეში, სანამ მათი შვილები იზრდებოდნენ, მაგრამ ჰიურემი თავის ცხოვრების დარჩენილ დროს მთლიანად ტოპკაპის სასახლეში ატარებდა, რომელიც 16 საუკუნეში ოსმალეთის სულთნების მთავარი რეზიდენცია იყო. სულეიმანისა და ჰიურემის სიყვარულის შედეგად რუთენიიდან წარმოშობილ დედოფალს ასევე მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა იმპერიის მმართველობაში, რაც სრულიად ახალი მოვლენა იყო. როქსელანა პასუხისმგებელი იყო იმპერიული ჰარემის გარდაქმნაზე ინსტიტუტად, რომელსაც სტამბოლში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდა. ამან გზა გაუხსნა იმას, რასაც ქალთა სულთანატი ეწოდა. ხანგრძლივ პერიოდს, როდესაც ქალებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ უზარმაზარი ოსმალეთის იმპერიის მმართველობაში. ქალთა სულთანატი დაიწყებოდა ჰიურემის დროს და გაგრძელდებოდა მე-17 საუკუნის შუა პერიოდამდე, ანუ 100 წელზე მეტხანს. ჰიურემის გავლენის დიდი ნაწილი ქვეყნის საგალეო ურთიერთობებში იყო, იმ დროს, როცა იმპერია სწრაფად ფართოვდებოდა, მათ შორის უნგრეთის, ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილების და ახლო აღმოსავლეთში დღევანდელი ერაყის დიდი ნაწილის დაპყრობისას. ჰიურემის გავლენა მნიშვნელოვანი იყო ამ საგარეო პოლიტიკის გარკვეული მიმართულებების განსაზღვრაში. მაგალითად, შესაძლოა მან გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ სულეიმანი არ დაპირისპირებოდა ომში მის მშობლიურ პოლონეთს. ჰიურემსა და პოლონეთის მეფე ზიგისმუნდ მეორე ავგუსტს შორის 1548 წლიდან 1572 წლამდე მიმოწერაც კი არსებობდა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როდესაც ოსმალეთის დედოფალი პირდაპირ კონტაქტში იყო ევროპელ მონარქთან და ეს სრულიად უჩვეულოა ადრეული ახალი დროისათვისათვის. ჰიურემსა და ზიგისმუნდს შორის ამ კონტაქტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოსმალებსა და პოლონეთის სამეფოს შორის 1551 წელს ალიანსის ჩამოყალიბებაში, რომელიც შემდეგ 200 წლეულის განმავლობაში გაგრძელდა. ჰიურემი ასევე გამარჯვებული გამოვიდა ოსმალეთის კარზე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც სულეიმანის მემკვიდრეს განსაზღვრავდა. სულთნის ტახტის მემკვიდრეობა იმპერიაში ისე არ განსაზღვრებოდა როგორც ევროპაში, სადაც პრიმოგენიტურის წესით მმართველის უფროსი ვაჟი იღებდა სამეფოს. სტამბოლში კი ყოველი მომდევნო სულთანი ჰყავდა მრავალი ვაჟი, ხშირად სხვადასხვა ცოლისა და ხარჯისგან, რომლებიც იმპერიულ ჰარემში ცხოვრობდნენ და მათგან ერთს სულთანი ირჩევდა, როგორც ყველაზე შესაფერის ტახტის მემკვიდრედ. 1550-იან წლებში სულეიმანს ჰყავდა 4 ცოცხალი ვაჟი ჰიურემთან და მის სხვა უფროს ხარჭასთან მაჰიდევრანთან კავშირის შედეგად. ამ 4 ვაჟიდან 3 სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი ჰიურემის შვილები იყვნენ, ხოლო უფროსი მუსტაფა 1515 წელს სულეიმანსა და მაჰიდევრანს შეეძინათ. მრავალი წლის განმავლობაში მუსტაფა სულეიმანის მემკვიდრედ ითვლებოდა. ეს განსაკუთრებით მისი პოპულარობის გამო ოსმალეთის არმიაში და იმ ფაქტის გამო, რომ 1530-იან და 1540-იან წლებში მან იმპერიის პროვინციებში რამდენიმე მაღალი სამხედრო და სამმართველო თანამდება იკავა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, 1550-იან წლებში ეს ყველაფერი შეიცვალა. ომის დროს სპარსეთის იმპერიასთან, რომელიც თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, 1542 წელს მუსტაფა ეჩუმიტანილი გახდა. თითქოს ის გეგმავდა თავისი მამის სულთნობიდან ჩამოშორებას. ეს საბოლოოდ დასრულდა 1553 წლის შემოდგომაზე, როდესაც მუსტაფა სულეიმანის პირადმა მცველებმა თურქეთში სამხედრო კარავში შეუტიეს. ის სიკვდილით დასაჯეს, რის შედეგადაც გზა გაიხსნა სულეიმანის ორი შვილის, სელიმისა და ბაიაზიდისათვის, რომლებიც ჰურემისგან ყავდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო სულთანი. იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებული ეჭვი, რომ ჰურემი გადამწყვეტ როლს თამაშობდა თავისი ქმრის ეჭვების გაღვივებაში მუსტაფას მიმართ, რათა უზრუნველეყო, რომ მისი შვილებიდან ერთ-ერთი გამხდარიყო იმპერიის მემკვიდრად. თუმცა მტკიცებულებები არასაკმარისია და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, რომ ჰურემი ამაში მონაწილეობდა. თუ ასე იყო, ეს გადამწყვეტი ეპიზოდი გახლავთ. საბოლოოდ მისი ვაჟის, სელიმის, სულთან სელიმ მეორედ გამეფებაში. ბევრი წლის შემდეგ, 1566 წელს, ჩამოყალიბდა სულთანების პირდაპირი დინასტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა იმპერიას. ჰურემისა და სულეიმანის სიცოცხლის შემდეგაც. სტამბოლში სახლში დაბრუნებულმა ჰურემმა გააგრძელა ევროპაში ფართო ინტერესის გამოწვევა და გავლენის მოხდენა მოვლენების მიმდინარეობაზე თურქეთის დედაქალაქში. ის ცნობილი გახდა თავისი ქველმოქმედებითი საქმიანობით სტამბოლში და იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში, როგორიცაა იერუსალიმი, მრავალი მეჩეთის დაფინანსებით, ასევე საავადმყოფოების და ღარიბთა სახლების დაარსებით. მისი ხელმძღვანელობით მექაში დაარსდა საჯარო სასადილო, რათა წლიური ჰაჯის დროს მუსლიმური სამყაროს წმინდა ქალაქში მომლოცველ ღარიბებს ეჯამათ. ამ საქმიანობების შედეგად მან დიდი ინტერესი გამოიწვია ქრისტიანულ ევროპაში და როქსელანას რამდენიმე პორტრეტი არსებობს მე-16 საუკუნის შუა პერიოდიდან. საკამათოა, რამდენად ზუსტად ასახავენ ისინი მის რეალურ გარეგნობას, რადგან იტალიასა და სხვა ქვეყნებში მომუშავე მხატვრები სტამბოლში არ ჩასულან მის დასახადად და ისინი მეორე ხელის აღწერილობებით ან უხეში ესკიზებით მუშაობდნენ. უდავოდ ოსმალეთის დედოფლის ამ გამოსახულებებიდან ყველაზე ცნობილი შეიქმნა დაახლოებით 1550 წელს ან დიდი ვენეციელი მხატვრის ტიციანოს ან მისი სკოლის წევრის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ოსმალეთის დედოფალი გარდაიცვალა 1558 წლის 15 აპრილს. ის ალბათ დაახლოებით 56 წლის იყო, მაგრამ უკვე გარკვეული დროის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდა, სავარაუდოდ მალარიისა და კოლიკის ნაზავით. ლოცვები ჩატარდა მეჩეთში, რომელიც სტამბოლში სულეიმანის ბაბუამ ბაიაზიდ მეორემ ააშენა. შემდეგ ჰურემის კუბო ოსმალეთის დედაქალაქის უმაღლესი იმპერიული მოხელეების მიერ ქალაქის ქუჩებში სულეიმანიეს მეჩეთამდე მიიტანეს, რომელიც იმპერიული მეჩეთია და მისი ქმრის მიერ 1550-იან წლებშია აგებული. აქ იგი დაკრძალეს სასაფლაოზე, სადაც მალე აუგეს მდიდრული სამარხი ქრისტიანი ქალის საპატივცემლოდ, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვრის რეგიონიდან მონად იყო წაყვანილი და ოსმალეთის იმპერიის დედოფლად იქცა. 8 წლის შემდეგ 1566 წელს მისი ქმარი სულეიმანი გარდაიცვალა და ჰურემ სულთანის მახლობლად მდებარე სამარხში დაკრძალეს. ჩვენი მესამე ამბისთვის გადავდივართ 1630-იანი წლების საფრანგეთში. ფრანსუაზ დობინიე დაიბადა 1635 წლის 27 ნოემბერს ნიორის ქალაქში, დასავლეთ საფრანგეთში. მისი მამა იყო კონსტანტ დობინიე, მცირე არისტოკრატი 17 საუკუნის საფრანგეთში, ხოლო დედა ჟან დე კარდიაკი. კონსტანტი ნიორში თავისი რელიგიური უთანხმოების გამო აღმოჩნდა. ის იყო ჰუგენოტი, ანუ ფრანგი პროტესტანტი და ნიორში დააპატიმრა კარდინალმა რიშელიემ, მეფე ლუი მე-13-ის მთავარმა მინისტრმა მისი რელიგიური შეხედულებების გამო. აქ მან გაიცნო ჟანი, თავისი მცველის ქალიშვილი და ცოტა ხნის შემდეგ ფრანსუაზიც ჩაისახა. ამგვარად, ფრანსუაზის ბავშვობის წლები გავიდა ცოტა უჩვეულო გარემოში, სადაც მისი მამა იმყოფებოდა ციხეში, რომელსაც მართავდა მისი დედის მამა. კონსტანტი გაათავისუფლეს 1645 წელს, როდესაც ფრანსუაზ 10 წელი შეუსრულდა. მალე ისინი გაემგზავრნენ კარიბის ზღვის დასავლეთ ინდოეთში, სადაც კონსტანტს დაფირდნენ, რომ მას დანიშნავდნენ პატარა კუნძულ მარიგალანტეს გუბერნატორად. თუმცა, როდესაც ისინი იქ ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ეს მცდარი ინფორმაცია იყო. საბოლოოდ ოჯახი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც ფრანსუაზის მამა 1647 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ფრანსუაზი მკაცრად კათოლიკურად აღზარდეს, სანამ მისი დედა, რომელიც საინტერესოა რომ მამამისისგან განსხვავებით გულმხურვალე კათოლიკე იყო, 1651 წელს ასევე გარდაიცვალა. შემდეგ ფრანსუაზი მადამ დე ნოიანის მეურვეობაში აღმოჩნდა, რომლის ქალიშვილი ფრანსუაზის ნათლია იყო. თუმცა, მადამ დე ნოიანი ცდილობდა რაც შეიძლება მალე გაეშვა თავისი ახალი აღსაზრდელი. ამიტომ ფრანსუაზი მალე გააგზავნეს პოლ სკარონის სახლში, რომელიც იმ დროის ცნობილი ფრანგი პოეტი და მწერალი იყო და პარალიზებული იყო. ფრანსუაზმა რამდენიმე თვის შემდეგ მასზე იქორწინა. მიუხედავად 25 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა და განაცხადა, რომ სკარონზე ქორწინება ურჩევნია მონასტერში შესვლას. როგორც სკარონის ცოლი, ის შემდეგ წლებში მის ლიტერატურულ სალონს ხელმძღვანელობდა. ქორწინება საკმაოდ არატრადიციული იყო და ზოგიერთი თვლის, რომ ის სქესობრივად საერთოდ არ შემდგარა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ერთგულება იყო და ფრანსუაზმა პაულის მომლელად დარჩა, როცა მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და საბოლოოდ გარდაიცვალა 1660 წელს მათი ქორწინებიდან 9 წლის შემდეგ. ამგვარად 1660 წელს ფრანსუაზი დაკრივდა, როცა სულ ახლახან შეუსრულდა 25 წელი. ის ასევე უშვილო იყო და თავისი მიმზიდველი გარეგნობის გამო თავდაპირველად ცდუნებული იყო, კურტიზანობა დაეწყო. თუმცა მას სხვა არჩევანიც ჰქონდა. სკარონის ლიტერატურული სალონის მასპინძლობისას ის დაუკავშირდა მე-17 საუკუნის შუა ხანის ფრანგული საზოგადოების ყველაზე გამორჩეულ პირებს. ეს კავშირები ვრცელდებოდა სამეფო კარზეც, სადაც ავსტრიის ანა, მეფე ლუი მე-14-ის დედა, დათანხმდა მისთვის ყოველწლიური 2000 ლივრის პენსიის მინიჭებას. ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო და ფრანსუას შეეძლო ამით ღირსეულად ეცხოვრა, თუნდაც ხელახლა არ დაქორწინებულიყო. შედეგად მან 1660-იანი წლების დიდი ნაწილი პარიზისა და საფრანგეთის ლიტერატურულ საზოგადოებაში მუშაობის გაგრძელებაში გაატარა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1666 წელს. იმ წელს დედოფალი დედა გარდაიცვალა და მეფემ, რომელთანაც ფრანსუას ამ ეტაპზე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, გადახდა შეაჩერა. ფინანსური სიძნელეების გამო ფრანსუაზმა მალევე მიიღო შეთავაზება ფრანსუაზ ადენე დე როშფორისგან, მონტესპანის მარკიზისგან, რომელიც მეფის ერთ-ერთი საყვარელი იყო, რომ ეწვია კარს. იქ მან სწრაფადვე მოიპოვა პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ ლუი 14 დაქორწინებული იყო დედოფალ მარია ტერეზაზე, მას ბევრი საყვარელი ჰყავდა და საბოლოოდ მხოლოდ მონტესპანთან 7 არალეგიტიმური შვილი ეყოლა. როდესაც ამ ბავშვთაგან ერთი 1669 წელს დაიბადა, მარკიზამ ბავშვი პარიზში ფრანსუას ჩააბარა და მისთვის ხელფასი და რამდენიმე მსახური გამოყო, რათა ეს საქმე შეესრულებინა. ეს მდგომარეობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ლუი 14-მ ფრანსუაზის მიერ მისი არალეგიტიმური შვილის აღზრდის აღსანიშნავად, მას 200,000 ლივრის ოდენობის თანხა გადასცა, რითაც მან მანტენონში მამული შეიძინა. მოგვიანებით მან მას მანტენონის მარკიზას ტიტული მიანიჭა, როგორც ამ ტერიტორიაზე დიდი მიწის მფლობელობისა და გვირგვინისადმი სამსახურის აღსანიშნავად. სრულიად ნათელი არ არის, როდის გადაიზარდა ფრანსუაზისა და მეფის ურთიერთობა მმართველისა და მსახურის ურთიერთობაზე მეტში. ლუი მე-14 იყო ყველაზე ძლიერი მონარქი მე-17 საუკუნის ევროპაში. მან მამის ლუი 13-ის შემდეგ საფრანგეთის მეფის ტახტი დაიკავა 1653 წელს, როდესაც მხოლოდ 4 წლის იყო. შესაბამისად, მან საფრანგეთის მართვა დამოუკიდებლად მხოლოდ 1661 წელს დაიწყო. მაგრამ როდესაც მართვა დაიწყო, მან გამოავლინა მტკიცე გადაწყვეტილება, ემართა ბრძანებითა და მეფეთა ღვთიური უფლებით, რის გამოც მას ადარებენ მონარქიული აბსოლუტიზმის განსახიერებას ადრეული ახალი დროის ევროპაში. ამის ფარგლებში მან უბრძანა ვერსალში, პარიზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ახალი უზარმაზარი სამეფო სასახლისა და კარის აშენება. აქ ლუიმ წარმოიდგინა, რომ საფრანგეთს უფრო მოშორებით და გაუცხოებულად მართავდა, ვიდრე მისი წინამორბედები, რომლებიც თავად საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში იყვნენ განთავსებულნი. სწორედ ვერსალში აყვავდა ფრანსუაზისა და ლუის ურთიერთობა. შესაძლოა უკვე 1673 წელს, მაგრამ 1678 წლისთვის ეს აშკარად გრძელდებოდა. 1680-იანი წლების დასაწყისისთვის ის მისი საყვარლები და მთავარი იყო და მარკიზა დე მონტესპანი მეფის გულში მისი ადგილი დაიკავა. ლუი, როგორც ჩანს, მოხიბლული იყო ქალით, რომელსაც შეეძლო მასთან სიღრმისეულად ესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ფრანგულ ლიტერატურაზე.
1683 წელს სიტუაცია არსებითად შეცვალა. ლუის ბევრის ამტანი ცოლის, დედოფალ მარია ტერეზიას. გარდაცვალებამ 30 ივლისს, რომელიც გამოწვეული იყო მის ხელზე წარმოქმნილი აბსცესის გართულებებით, დედოფლის გარდაცვალებამ ლუის ხელახლა დაქორწინების შესაძლებლობა გაუხსნა. თუმცა უჩვეულო გადაწყეულო გადაწყვეტილებით საფრანგეთის მეფემ გადაწყვიტა ცოლად შეერთო თავისი საყვარელი, მაგრამ არაოფიციალურად. ძველი დედოფლის გარდაცვალებიდან მალევე მეფე და ფრანსუაზა დაქორწინდნენ კერძო ცერემონიაზე, რომელსაც პარიზის არქიეპისკოპოსი ფრანსუა დე არლეი შამპუალონი უძღვებოდა. ზოგადად მიიჩნევა, რომ ეს მოხდა 1683 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა სხვაები ვარაუდობენ, რომ საიდუმლო ქორწინება რეალურად 1684 წლის იანვარში შედგა. ცერემონიას ესწრებოდა მცირე ჯგუფი პირებისა, მათ შორის მეფის აღმსარებელი და რამდენიმე სასახლის მოხელე. შესაბამისად, ცერემონიის რეალური მოწმეების რაოდენობა შეზღუდული იყო და დღესდღეობით საიდუმლო ქორწილის დეტალები ძალიან მწირია. რაც ნათელია ის არის, რომ 1683 წლის შემოდგომაზე, ან მის შემდეგ ზამთარში, ფრანსუაზ დობინიე, მანტენონის მარკიზა, გახდა საფრანგეთის დედოფალი. დედოფალი, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცოდა, რომ მეფის ახალი ცოლი იყო. წარმოდგენილია სხვადასხვა ახსნა იმისა, თუ რატომ დარჩა ქორწინება საიდუმლოდ. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ წყვილს რომანი ჰქონდა დედოფალ მარია ტერეზას გარდაცვალებამდე, შეიძლებოდა საზოგადოებრივი სკანდალი გამოეწვია. მაგრამ ნამდვილი მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ფრანსუაზის დაბალი სოციალური სტატუსი იმ დროის სამეფო ტრადიციების მიხედვით არ აძლევდათ უფლებას ქორწინება საჯაროდ ეღიარებინათ. ლუისდონის მეფისგან ელოდნენ, რომ ევროპაში სხვა სამეფო ოჯახებიდან სამეფო სისხლის მქონე ვინმეზე დაქორწინებულიყო. ფრანსუაზი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და ამიტომ გადაწყდა, რომ ქორწინება ფართო საზოგადოებისთვის არ ეღიარებინათ. ალბათ ყველასთვის სრულიად აშკარა იქნებოდა რა ახალი ვითარება იყო ვერსალში. აქაც, როგორც სხვა სამეფო სასახლეებში, ადრეული თანამედროვე პერიოდის განმავლობაში, მეფეს და დედოფალს საკუთარი განცალკევებული აპარტამენტები ექნებოდათ. მაგრამ ფრანსუაზა მალევე დაასახლეს იმ აპარტამენტებში, რომლებიც ვერსალის დიდ კიბეზე, მეფის აპარტამენტების პირდაპირ ზემოთ მდებარეობდა. ამასთან დაკავშირებით თანამედროვეებმა აღნიშნეს, რომ ამის შემდეგ მეფე ყოველთვის ატარებდა დრის მნიშვნელოვან ნაწილს ფრანსუაზასთან ერთად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასევე მისი ინტელექტისა და განათლების გამო, ჩნდება კითხვა, რა დონეზე მოახდინა გავლენა საფრანგეთის საიდუმლო დედოფალმა ქვეყნის პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. ახალი დედოფლის პოლიტიკური გავლენა და ზეგავლენა ფრანგულ საზოგადოებაზე მომდევნო წლებში საკმაოდ დიდი განხილვის საგანი გახდა. მას ფართოდ აკრიტიკებდნენ პროტესტანტი ავტორები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მას გარკვეული როლი ჰქონდა ლუის გადაწყვეტილებაში. 1685 წელს განიახლებინა ფრანგი პროტესტანტების დევნა ნანტის ედიქტის გაუქმებით, რომელმაც მე-17 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში ყველა ფრანგს რელიგიური თავისუფლება მიანიჭა. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფრანსუაზს რაიმე კავშირი ჰქონდა თავისი ახალი ქმრის ამ გადაწყვეტილებასთან და მხოლოდ დამთხვევაა, რომ ლუიმ ეს მკაცრი ნაბიჯი გადადგა მალევე მას შემდეგ, რაც საიდუმლოდ იქორწინა თავის მეორე ცოლზე. სინამდვილეში ბოლო კვლევებმა სრულიად საპირისპირო დაასკვნა და აჩვენა, რომ საიდუმლო დედოფალი მტკიცე მოწინააღმდეგე იყო იმ უმძიმესი დევნის, რომელიც საფრანგეთის პროტესტანტებს შემდეგ წლებში დაატყდათ თავს. რეალურად ფრანსუაზის გავლენა მისი დედოფლობის პირველი 7 წლის განმავლობაში ფართო არ ყოფილა. ცვლილება მოხდა 1700 წელს, როდესაც ესპანეთის მემკვიდრეობის ომი დაიწყო. მთელ ევროპაში და ზოგადად მიიჩნევა, რომ ლუიმ ბევრად უფრო მეტად დაიწყო თავის ცოლზე დარწმობა რჩევების მისაღებად. საბოლოოდ, მთავარი კონფლიქტი, რომელმაც საფრანგეთი და ესპანეთი ბრიტანეთის, ავსტრიისა და ნიდერლანდების რესპუბლიკის ხელმძღვანელობით ფართო ევროპულ კოალიციას დაუპირისპირა, 1714 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგადად მიიჩნევა, რომ ფრანსუაზა ფაქტობრივად თავისი ქმრის არაოფიციალურ მინისტრად ითვლებოდა. ფრანსუაზას დედოფლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მისი მფარველობა ქალთა განათლების მიმართ. მან დააარსა Maison Royale de Saint-Louis Saint-Cyrში, პარიზში. აქ ახალგაზრდა ფრანგ ქალებს გაღარიბებული არისტოკრატული ოჯახებიდან აძლევდნენ განათლებას, რომელიც მხოლოდ მკაცრ კათოლიციზმზე არ იყო დაფუძნებული, როგორც ბევრი სხვა არისტოკრატთა სკოლა.
არამედ ესეთ ქალებს ასევე აძლევდნენ ლიტერატურულ და სოციალურ განათლებასაც. სკოლა დიდი იყო და დასრულების შემდეგ 250 მოსწავლეს შეეძლო იქ სწავლა. ათეულობით მასწავლებელი ასწავლიდა არითმეტიკას, გეომეტრიას, კითხვას, წერას, გეოგრაფიასა და ისტორიას, სხვა საგნებთან ერთად. დასვენების დრო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა ფრანგი არისტოკრატიის მომავალი წევრებისთვის დახვეწილი აზროვნების ჩამოყალიბებაში. და სტუდენტებს მოუწოდებდნენ ეთამაშათ ჭადრაკი და შაშკი, ასევე იმ დროის სხვა მოდური გასართობები. ფრანსუაზა საბოლოოდ 32 წლის განმავლობაში საფრანგეთის ფარული დედოფალი იქნებოდა. ლუი მე-14 საბოლოოდ გარდაიცვალა 1715 წლის 1 სექტემბერს, რითაც მისი მეფობა, რომელიც გაგრძელდა 72 წელი და 100 დღე, გახდა ყველაზე ხანგრძლივი ევროპელი მონარქის მეფობა ისტორიაში. საინტერესოა, რომ მიუხედავად მათი ხანგრძლივი ქორწინებისა, წყვილს არასდროს ჰყოლია შვილები, რადგან ფრანსუაზა უკვე 50 წლამდე იყო მათი ქორწინების დროს და არც ადრე რომანის დროს ჰყოლიათ შვილები. ეს რომანი იწყებოდა ჯერ კიდევ 1670-იან წლებში. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას მემკვიდრეობით შვილთაშვილი მოჰყვა, რადგან მზის მეფემ თავისი უახლოესი კანონიერი მამაკაცი მემკვიდრეები გადააცილა სიცოცხლით. ლუი მე-15-მ ფრანსუაზს დიდი პენსია დაუნიშნა და მან სენ-სირში გადაინაცვლა, სადაც მასპინძლობას აგრძელებდა. ამ ეპოქის ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული და პოლიტიკური მოღვაწეები, განსაკუთრებით კი რუსეთის ცარი პეტრე დიდი, რომელიც თავის ცნობილ მოგზაურობებში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში რუსეთის მოდერნიზაციის მცდელობებში მონაწილეობდა. ფრანსუაზი გარდაიცვალა 1719 წლის 15 აპრილს. ის 83 წლის იყო. მას არასოდეს დაუდასტურებიათ საფრანგეთის დედოფლად, ამიტომ არ გადაუხდიათ სახელმწიფო დაკრძალვა და არც სამეფო სამარხში დაუგზავნოთ, არამედ დაკრძალეს მისი სურვილის მიხედვით სენ-სირში, მის მიერ დაარსებული სკოლის ტერიტორიაზე. მისი დიდი მამული მანთინონში გადაეცა მის დისშვილს, ნოაელის ჰერცოგინიას. მისა და ლუი მე-14 შორის უჩვეულო ქორწინების გამო მასზე არაერთმა მწერალმა დაწერა და ის გამოჩნდა ალექსანდრე დიუმას, ფესკოტ ფიცჯერალდისა და არტურ კონან დოილის ნაწარმოებებში. ჩვენ საფრანგეთში ვრჩებით ჩვენი ბოლო ამბისთვის, მაგრამ გადავდივართ მე-18 საუკუნის დასაწყისში. ჟანა ანტუანეტ პუასონი დაიბადა 1721 წლის 29 დეკემბერს პარიზში. მისი მშობლები იყვნენ საკმაოდ წარმატებული, ფრანსუა პუასონი და მისი მეუღლე, მადლენ დე ლა მოტი. თუმცა არსებობდა ეჭვები, რომ მის დედას შეიძლება ქონოდა ქორწინების გარეშე ურთიერთობა, რამაც შეიძლება ჟანის მამა სხვა კაცი გაეხადა. ან ფინანსისტი ჟან პარის დე მონმარტელი, ან გადასახადების ამკრეფი შარლ ფრანსუა, ოლი ლენორმან დე ტურნემი. სინამდვილეში ლენორმან დე ტურნემი მოგვიანებით მისი კანონიერი მეურვე გახდა, მას შემდეგ რაც ფრანსუა პუასონი 1725 წელს ქალაქიდან გაიქცა გადაუხდელი ვალების გამო. ბავშვობაში ჟანი სუსტი ჯანმრთელობით იყო ცნობილი. 9 წლის ასაკში იგი სახლში დააბრუნეს ურსულინების მონასტრიდან პუასიში, სადაც 5 წლიდან იღებდა მაღალხარისხიან განათლებას, რადგან დაავადდა სავარაუდოდ თრივანახვით. სახლში დაბრუნების შემდეგ ლენორმან დე ტურნემმა სახლში კერძო განათლება მოუწყო და მისთვის საუკეთესო მასწავლებლები დაიქირავა, ვინც კი იპოვა. თუმცა ტრადიციულ აკადემიურ საგნებში იგი არასდროს ყოფილა გამორჩეული მოსწავლე, მაგრამ ხელოვნების სწავლებისას გაიფურჩქნა. მას ასწავლიდნენ ცეკვას, ხატვას, ფერწერას, თეატრს და ბევრ სხვა რამეს. ის ცნობილი იყო მთელი პიესების დაზეპირებით და იმით, რომ ხელოვნების დიდი მფარველი იყო. ბავშვობაში ურსულინების მონასტრიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ჟანის დედამ იგი წაიყვანა მკითხავთან. იქ მას უთხრეს, რომ ერთ დღეს მეფის გულზე იბატონებდა. ჟანის დედა ამ წინასწარმეტყველებას მტკიცედ ეჭიდებოდა და ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი ერთ დღეს ამ ბედისწერას აისრულებდა. მან დაიწყო თავის ქალიშვილს, რენს, ანუ პატარა დედოფალს ეძახდა. ჟანმა ბედნიერი ბავშვობა გაატარა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა მისი ქორწინებით შარლ ფრანსუა პოლ ლენორმან დე ტურნემის ძმისშვილზე, შარლ გიომ ლენორმან დე ტიოლზე, როდესაც ის 19 წლის იყო. ლენორმან დე ტურნემ, რომელიც ჯერ კიდევ ჟანის მეურვე იყო ის ადამიანი, ვინც ჟანისა და თავისი ძმისშვილის ურთიერთობა წამოიწყო, რადგან ქორწინების შედეგად მას საკმაოდ დიდი ფინანსური სარგებელი უნდა მიეღო.
ქორწინების შემდეგ 1740 წელს ლენორმან დე ტურნემმა თავისი ძმის შვილი ერთადერთ მემკვიდრედ დანიშნა, რის შედეგადაც ეტიოლის მამული ახალდაქორწინებულებს გადაეცათ. ქონება მდებარეობდა სამეფო სანადირო ტერიტორიების პირას, რაც ჟანის მომავალი გეგმებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა. ქორწინება შედარებით ბედნიერი იყო, რადგან ორივე ერთმანეთს სიამოვნებით ატარებდა დროს, რაც იმ დროის ქორწინებებზე ყოველთვის ვერ ითქმოდა. შარლს საბოლოოდ ჟანი ძალიან შეუყვარდა. თუ იგივე შეიძლება ითქვას ჟანზე, უცნობია, მაგრამ ის ნამდვილად ზრუნავდა მასზე. მან დაფირდა, რომ ერთგული დარჩებოდა და მასთან ერთად იქნებოდა, თუ საქმე არ ეხებოდა მეფეს, მაგრამ ეს შარლისთვის არ უთქვამს. ქორწინების პერიოდში ჟანს შეეძლო ევლო პოპულარულ სალონებში, რომლებიც პარიზში იმ ადგილებს წარმოადგენდა, სადაც ქალები და მამაკაცები ინტელექტუალურ დისკუსიებში ერთვებოდნენ. სწორედ აქ შეხვდა ის ისეთ ცნობილ პირებს, როგორებიც იყვნენ ვოლტერი, ელვეტიუსი და მონტესკიე. მას შთამბეჭდავი გარემოცვა ჰყავდა და ბევრი რამ ისწავლა იმ ადამიანებისგან, ვისაც შეხვდა. დროის გასვლასთან ერთად, როცა ჟანი უფრო პოპულარული გახდა, მან საკუთარი სალონი შექმნა ეტიოლში, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ის საუბრის ოსტატი გახდა და სრულყო თავისი მახვილგონიერება, რითაც შემდგომში ცნობილი გახდა. ჟანის ქორწინებამ ორი შვილი მოიტანა. ვაჟი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, და ქალიშვილი, ალექსანდრინ ლენორმან დე დეტიოლი, რომელიც 1754 წელს დაიბადა. ალექსანდრინ ძალიან უყვარდათ მის მშობლებს და ბაბუას, ფრანსუა პუასონს. სამწუხაროდ, ის საბოლოოდ 9 წლის ასაკში გარდაიცვალა, მწვავე პერიტონიტის გამო, რამაც მუცლის ღრუს შიდა გარსისა და მუცლის ორგანოების საფარის ანთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინდა, ჟანი დარწმუნებული იყო, რომ კითხავის სიტყვები ერთ დღეს ახდებოდა. ის იყო მტკიცედ განწყობილი, რომ შეხვედროდა საფრანგეთის მეფეს, ლუი მე-15-ს. იმის გამო, რომ ქონება, რომელსაც ქმართან ერთად ფლობდა, სამეფო სანადირო ტერიტორიების ბოლოში მდებარეობდა, მას შეეძლო დაეკურვებინა მეფე და მისი ამალა ნადირობისას. ერთ დღეს მან გადაწყვიტა განზრახ გაჩერებულიყო სანადირო ტერიტორიების შუაგულში, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. ის იჯდა ვარდისფერ ეტლში, ცისფერ კაბაში, ხოლო შემდეგ ჯერზე დაბრუნდა ვარდისფერ კაბაში და ცისფერ ეტლში იჯდა. ზუსტად როგორც დაგეგმილი ჰქონდა, მან მეფის ყურადღება მიიპყრო. ის ძალიან დაინტერესდა და თავისი გზნობების გამოსახატავად ირმის ხორცი გაუგზავნა. თუმცა, რადგან მთავარი საყვარელის როლი უკვე დაკავებული იყო მადამ დე შატორუს მიერ, ამ ჟესტს რეალურად არაფერი მოჰყვა. ხოლოდ 1754 წლის დეკემბერში, როცა მადამ დე შატორუ გარდაიცვალა, გაჩნდა შესაძლებლობები ჟანესთვის. ოფილი საყვარელის გარდაცვალებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ჟანემ მიიღო ოფიციალური მოწვევა ნიღბიან ბალზე, რომელიც ვერსალის სასახლეში გაიმართა. ეს ბალი ჟანეს ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად იქცა. მეფემ საჯაროდ გამოხატა თავისი გრძნობები მის მიმართ. ბალზე მეფე უთხოვარ ხედ იყო გადაცმული, ხოლო ჟანე დიანა მონადირეთ. კოსტიუმებს უნდა განესახიერებინა მათი შეხვედრა იმ სანადირო ველზე, სადაც მეფემ იგი პირველად ნახა. შარლის მოშორებისა და იმის კომპენსაციისთვის, რომ მის ცოლს არ თმევდა, ლუი მე-15 მას თურქეთში ელჩის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. შარლი გადახილი გულით დარჩა და არასოდეს მიუტევებია ცოლისათვის მისი ღალატი. მან თავი პარიზში სხვა ქალებთან რომანებით დაიმშვიდა, რამდენიმე შვილი ჰყავდა და მოგვიანებით ხელახლა იქორწინა. 1745 წლის მარტისთვის ჟანმა ოფიციალურად გაშორდა ქმარს და სამეფო კარზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც მეფის საყვარელმა. მას სამეფო აპარტამენტები და პომპადურის მარკიზატი გადასცეს, რაც მარკიზად აქცია. სამეფო კარზე წარდგენისთვის ტიტული იყო საჭირო და ჟანი გახდა მადამ დე პომპადური. იმავე წლის 14 სექტემბერს იგი სამეფო კარზე წარადგინეს, მეფის ბიძაშვილის თანხლებით. სამეფო კარზე ჟანი იყო მტკიცედ განწყობილი, რომ თავისი პოზიცია დაემყარებინა. ამისთვის მან სრულყოფილად აითვისა სამეფო ეტიკეტი და დამეგობრდა იმ ადამიანებთან, რომლებიც მასზე მაღალ პოზიციებზე იყვნენ, განსაკუთრებით დედოფალთან.
ჟანმა ძალიან ნათლად აჩვენა დედოფალ მარი ლეშჩინსკას, რომ დიდ პატივს სცემდა მის როლს როგორც დედოფალს, რაც სხვა სამეფო საყვარლებზე ყოველთვის ვერ ითქმებოდა. მას არ ჰქონდა არანაირი განზრახვა, რომ ჩაენაცვლებინა ან რაიმე ფორმით გადაელახა მისი უფლებამოსილება. მას სურდა, რომ მარი დარწმუნებული ყოფილიყო ამაში. დედოფალი როგორც ჩანს იღებდა და აფასებდა ჟანის ჟესტს, ოფიციალურადაც აღიარებდა მეფის ახალ საყვარელს. მეფის მთავარი საყვარლის როლი ბევრად მეტი იყო ვიდრე სექსი. მადამ დე პომპადური გახდა ჰერცოგინია და შემდეგ დედოფლის მე-13 ფრეილინა, რაც ქალისთვის კარზე უმაღლესი როლი იყო. ის მოქმედებდა ისე, როგორც პრემიერ-მინისტრი იმოქმედებდა. ის პასუხისმგებელი იყო დაწინაურებების, წყალობების და გათავისუფლებების დანიშვნაზე. ის შინაურ და საგარეო პოლიტიკაშიც კი მონაწილეობდა. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მასთან მივიდა ვენცელ ანტონ, გაუნიცრიედბერგის პრინცი, ავსტრიის გამოჩენილი დიპლომატი 1755 წელს და სთხოვა ჩარეულიყო მოლაპარაკებებში. ამან გამოიწვია ვერსალის ხელშეკრულება, რომელმაც საფრანგეთსა და ავსტრიას ურთიერთდახმარება აღუთქვა, თუ რომელიმე მათგანს დიდი ბრიტანეთი ან პრუსია დაესხმებოდა თავს. მისი როგორც მთავარი საყვარლის როლის პერიოდში დასრულდა 7 წლიანი ომი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა საფრანგეთისთვის ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დაკარგვით და თითქმის გაკოტრებით. მადამ დე პომპადური ამბობდნენ, რომ მეფეს ამშვიდებდა ამ დანაკარგის შემდეგ და რთულ პერიოდში ეხმარებოდა მის მმართველობაში. მადამ დე პომპადურმა მხარი დაუჭირა რამდენიმე სხვადასხვა ფიგურასა და პოლიტიკას, რომლებიც საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც საფრანგეთს კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანა, რომელიც ისედაც იტანჯებოდა ომში დამარცხების გამო. ამ მხარდაჭერამ და იმან, რომ მეფე ხშირად უსმენდა მის იდეებს, ბევრი მნიშვნელოვანი კარის წევრი მის მიმართ უარყოფითად განაცხვა. მათი პოლიტიკური შეხედულებების შეუთანხმებლობა და ასევე მეფის უბრალო ქალისადმი სიყვარულით გამოწვეული გაღიზიანება კიდევ უფრო ამძიმებდა მის რეპუტაციას ბევრის თვალში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასურველი პოლიტიკა ქვეყნის ომის შემდგომ მდგომარეობაზე დამანგრელად მოქმედებდა, მადამ დე პომპადური მხარს უჭერდა იმ მინისტრებს, რომლებიც ახორციელებდნენ მნიშვნელოვან ფისკალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, როგორიცაა ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და შემოსავლის გადასახადები, რაც საფრანგეთის ფინანსურ მდგომარეობას აძლიერებდა. მისი მტრების მიუხედავად, მადამ დე პომპადურს მეფე მუდმივად უჭერდა მხარს. მათ შორის სექსუალური ურთიერთობის დასრულების შემდეგაც კი 1750 წელს ის დარჩა მისი ყველაზე ახლო მეგობარი და მრჩეველი. მეფე ცნობილი იყო თავისი მელანქოლიის პერიოდებით და ხშირად ამბობდნენ, რომ მხოლოდ მადამ დე პომპადურს შეეძლო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. დროის განმავლობაში ის გახდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც მეფე ენდობოდა. ის მხოლოდ მისთვის აწყობდა წვეულებებს და სანადირო გასვლებს. მადამ დე პომპადურის ხელოვნების და განმანათლებლობის ეპოქის იდეების მხარდაჭერა შეიძლება ჩაითვალოს მისი გავლენის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროდ. მან შთააგონა და მხარი დაუჭირა მრავალ ადამიანს, მათ შორის ფიზიოკრატების სკოლას, რომელმაც გზა გაუხსნა ეკონომიკის მამას, ადამ სმითს და მის თეორიებს. მან შეიძინა ფაიფურის ქარხანა, იყო მოდელი მხატვრებისთვისა და მოქანდაკეებისთვის და მხარს უჭერდა მოყვარულ გრავიორებსა და ნიჭიერ მსახიობ ქალებს ვერსალის წარმოდგენებში. ასევე ამბობენ, რომ მან შთააგონა როკოკოს ლეგენდარული სტილი ხელოვნებაში. მისი შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარიზის ევროპის გემოვნებისა და კულტურის დედაქალაქად აღიარებაში. იმ დროისთვის, როცა მადამ დე პომპადურის სექსუალური ურთიერთობა მეფესთან დასრულდა და მას ახალი როლი, მეფის მეგობრის როლი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, საბოლოოდ განამტკიცა. ის ავადმყოფობდა მას შემდეგ, რაც 9 წლის ასაკში ყივანახველამ სკოლიდან გაიყვანა. ის სუსტი ჯანმრთელობის იყო. მას ხშირად ემართებოდა გაციება და ბრონქიტი, ახველებდა სისხლს და ტანჯავდა თავის ტკივილები. მას სამჯერ ჰქონდა მუცლის მოშლა მეფესთან ურთიერთობის პერიოდში, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მადამ დე პომპადური გარდაიცვალა 42 წლის ასაკში, ტუბერკულოზით დაავადების შემდეგ. მეფე მას ერთგულად უყვარდა და ცდილობდა მისი გამოჯამრთელებას, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მტრები მის სიკვდილს ზეიმობდნენ, მეფე, ხელოვანები და მოაზროვნეები, რომლებსაც ის მხარს უჭერდა, განადგურებულნი იყვნენ. ვოლტერმა დაწერა: ძალიან დამწყვიტა გული მადამ დე პომპადურის სიკვდილმა. მე მისი მოვალე ვიყავი და მადლიერების გამო ვგლოვობ.
მგონი აბსურდია, რომ მაშინ, როცა ძველი ფენფამფუშა, რომელიც ძლივს დადის, ჯერ კიდევ ცოცხალია. ლამაზი ქალი, ბრწყინვალე კარიერის შუაგულში, უნდა მოგდეს 42 წლის ასაკში. მეფემ როგორც ამბობენ, ეს სიტყვები თქვა, როცა წვიმის ქვეშ ვერსალიდან მისი კუბოს წასვლას უყურებდა. მარკის კარგი ამინდი არ ექნება თავისი მოგზაურობისთვის. რაც ნიშნავს, რომ მარკის არ შეხვდება კარგი ამინდი გზაზე. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ისტორიის ამ სამეფო შეყვარებულებზე იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის. თუ გსურთ კიდევ გრძელი ვიდეოები, ასევე შემოტყობინეთ და თუ გსურთ მეტი ვიდეო ამ ტიპის თემაზე, კომენტარებში დამიწერეთ. ასევე თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი, იმედი მაქვს გამოიწერთ. და იმედი მაქვს, რომ ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ გნახავთ. მადლობა.